გამარჯობა, მე ვარ ელისაბედ მეორე მშვილი, მე-4 კლასის მოსწავლე. უკვე ყველამ ვიცით, რომ დედამიწას აბინძურებს ქახნების და მანქანების გამონაბოლქვი. გადაუმუშავებელი ნაგავი ზღვებსა და ოკეანეებში ჩაღვრილი ცუდი ნივთიერებები, გაჩეხილი ტყეები. უამრავი სახელმწიფო ცდილობს ეს ყველაფერი გამოასწოროს, მაგრამ ადამიანების შეუგონებლობის გამო ეს საკითხები ვერ გვარდება ბოლომდე. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩემმა თანატოლებმა უნდა მოვინდომოთ და ერთმანეთს გავუზიაროთ ის მეთოდები და კარგი ჩვევები, რომელთაც შევუწყობთ ხელს ერთად გადავარჩინოთ დედამიწა. მაგალითად, პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ დავანაგვიანოთ ჩვენი გარემო. თუ შევნიშნავთ, რომ ვინმე ანაგვიანებს, ზრდილობიანად მივცეთ შენიშნა. მეორე, უკვე დანაგვიანებული გარემო გავასუფთავოთ და ჩავაბათ, რაც შეიძლება მეტი პატარა ამ საქმიანობაში, რადგან უფრო დაამახსოვრდეს, რომ არ შეიძლება დაანაგვიანო. შევუწყოთ ხელი ჩვენს ქვეყანას ნარჩენების გადახარისხებაში, ანუ ცალ-ცალკე ჩავყაროთ მინა, მეტალი თუ საჭმლის ნარჩენები. მეოთხე, შევქმნათ ინტერნეტ ჯგუფი არა გასართობად, არამედ აგიტაციისთვის, გადავარჩინოთ ჩვენი გარემო. მეხუთე, ერთ წელიწადს უარი ვთქვათ თოვლის ბაბუს საჩუქრებზე და უფროსებს თვითონ ერგი მოვთხოვოთ. დავდგოთ და გავახაროთ. მეექვსე, სხვადასხვა ინტერნეტ საშუალებით გავუზიაროთ ერთმანეთს ის უამრავი სიკეთეები, რაც შეიძლება ჩვენ პატარებმაც გავაკეთოთ. მეშვიდე, შევიცადოთ ავიყოლიოთ ჩვენი კლასელები, სკოლელები, უბნელები, ქალაქელები, მთელი ქვეყანა და მთელი მსოფლიო. და როცა მთელ დუნიაზე ჩვენი თანამოაზრეები იქნებიან, ნამდვილად გადარჩება დედამიწა, რადგან ჩვენი თაობის შეგნება იქნება დედამიწის გადარჩენისაკენ მომართული და ჩვენი თაობა აღარ დააბინძურებს სამყაროს გამონაბოლქვითა თუ ნარჩენებით. მადლობა.